არც ღმერთი. იოცავთ ყველამდელ დღესასწაულს. მართალია ანა დღეს მithვადებს ყოველს ღვთისმშობელს და ეს საფრთხე განგებულობის ასრულებისა დასაწყისია. რადგან ყოველს მენადება ღვთისმშობლისაგან იშვება მერტკაცი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის, ცხონებისათვის, სოლის ცხოვრებისაგან გამოსვლისათვის ჩვენს განასახელს ვალს თავადებდა ჯვარცმით და ჯვარცის დათხოვით ჩვენ გამოგვიხსნის სიკვდილის ცხოვრებისაგან. სახარებაში აღმოჩნდა ვინც ცოდავს ცოდული ადამიანის ბოლო არის სიკვდილი, რადგან ცოდის ბოლო არის თავისი. შეინანეთ ამიტომ უახლოებული არის სასწაულისა. ვინც ღვთისმშობლის სხდომას მას თავის სხდომაზე აღმოჩენილი საქმე ფიქრი არ აქვს. და ეს აღმოჩენილი ფიქრი ეს არის მართლაც ღვთისმშობელი, რადგანაც ბევრი ჩვენს გარშემო ვიცით და ხედავთ, რომლებიც საერთოდ არ წინასწარ სულის სხდომაზე პირიქით სიწმინდეს ძულთ და ამიტომაც დროებენ ეკლესიას. ეს არის ცოლის შეიძლება იყოს ანალოგია. ვინც ცოდავს, მას თავისნაირი ბევრი სჭირდება, რომ მერე ღმერთთან, როდესაც ალბათ დაუგება დრო, თავი მარტო მეღლა, აი ჩემნაირი კიდევ უამრავია და რატომ მაინც მე არ მომარჩია. და თუ მარტო არის, მაშინ საქმეც არ არის და ყოველთვის მოგვიებული არის იმ ღვთისმოყვარე ადამიანების გარემოცვაში, რომელთა შორისაც მისი სულიერი სიმწირე სხვანაირად ვარდნოთ აშკარად ჩანს. ამიტომ ბოროტე ფიქრობთ ეს ადამიანის განკარგების შესთავად აი ამ ბოროტების ცოდვის შობილი მამისაგან ეშმაკისაგან მოდის. ის რომ არ საქმელი არ იქნება, ამიტომ მასთან ერთად უამრავი აღელოცი დაეცა. და ეხლა ბოროტი ცდილობს, რომ მიშინ მოუგოს უფალს და რაც უფრო მეტს დაუყოს, მისთვის ეს თითქოს დამოუკიდებელი არის, მაგრამ არა. იმამ იცის ეშმაკი, რომ მისი ბოლო არის ცეცხლში დაიჭრა. ის დამარცხებულია თავიდან. იმიტომ რომ ჭეშმარიტება იძლევა ნამდვილ ჭეშმარიტ თავისუფლებას. უფალი ამბობს, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. კარი ვარ მე, რომელთაც ადამიანი სასופველში შევა. მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემომინდეს მე ბნელში აღარ დადიოდეს, აღარ ვიდოდეს. და ეს არის ჩვენთვის აი ის აღმატებული მიზანდასახულობა, რომელთაც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ცხოვრობდეს, ცხოვრობს და უნდა ფიქრობს თუ კი არ ფიქრობს. დღეს რაც ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი სევრები ძალიან გაიხსენებს. ნუნებით იყო თქვენი გონება და გული ყარი და ეს მყარი მოგვეცემა ჩვენ ყოველ ქრისტეს წინაშე მართლად გულით. ჩვენი ადრეც ვიტყვია შურის მოძებნები ძალიან უფალი არის. ვინც რომ უშვერი სიკვდილს მოიხსენებს ეკლესიას ან თუ ეკლესიის მოძღვრებს, ნუ გავგაზდა მათზე, იმიტომ რომ ისინი საზღაურო სულიერ მდგომარეობას განიცდიან. მათ ჯოჯოხეთი უკვე არ აქვს, იმიტომ რომ თავისი ნებით ირჩევენ, იყვნენ აი ესეთი განკუთვნილები და მოწინააღმდეგეები. მათ იციან თავისი შესწავლა, მაგრამ ამას მხოლოდ და მხოლოდ ალბათ ისიც შეიძლება იშვიათ შემთხვევაში თავის თავს გამოუყურდნენ, როდესაც მარტონი იქნებიან, როდესაც მარტონი დარჩებიან თავის თავთან. ხოლო სხვის დასამართი პირიქით ეს როლი მოგებულია და ამიტომაც როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლები იქცევიან და პირველი ეკლესიის შეურაცხყოფა და სიწმინდეებისა თემა
ეშმაკმა დაიწყო და მერე მას ბევრმა ადამიანმა მიბრათა. სოდომისა და გომორის ისტორია გვახსოვს, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ უკიდურეს დაბრუნებაში და ამას ვერ განიცდიდნენ. მიზეზი რა იყო, ვერ განიცდიდნენ. თავისთავად რატო არ აბრალდნენ აი ამ საშინაო მოცულებს, იმიტომ რომ მათ სინანული არ იყო. მამები ამბობენ, დღეს ძალიან შემოსულია ტერმინი ხალხი უნდა გაბრაზდეს. გაბრაზებაზე, მისხანებაზე წინა მამები ამბობენ, რომ ბრაზობს და სიბრაზე მოდის მასთან და მასმენა რის თავის ჩაბენა ცოდას ვერ განიცდის, ვერ ხედავს, მაშინ ის გამოვლენაში იქნება და ბრაზდება. ასე რომ ვინც საკუთარ ცოდას ვერ ხედავს, ესეთები იყვნენ სოდომის და გომორის მოსახლეობა. ფლიდნენ, რასაც აკეთებდნენ 16 წლიდან, ვიდრე შუა ასაკამდე 40-50 წელი, ყველაფერიდან რომ ეს მათი წესი იყო, მამა-პაპის წესი იყო. და ესე ცხოვრობდნენ მათ თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ მათ ყველაზე მთავარი ვერ დაინახეს. ვინც არ დაინახეს შეცდომას და ვინც არ აღიარებს მას ღვთის წინაშე, იგი ყოველთვის გაბრაზებული იქნება. და ეს როგორც შხამი შიგნიდან დაშლის ადამიანის სულს და წაართვეს გონიურო ფიქრის აზროვნების უმარს. ამიტომაც ვამბობთ, რომ გაბრაზდებათ მათ, იმიტომ რომ მათ ჯოჯოხეთი აქვთ და როდესაც დადგება დრო თიკანი და კრავი როგორ გაარჩევენ თუნთისაგან არჩევანი აქ ამ სოფელში ხდება და იქ უკვე ჯავს ვისმენთ სხვა საფრთხეს. იქ უკვე დაგვიანებული იქნება ყველაფერი. რაც რომ დღეს ხდება ქალაქს აზიანებენ, რაღაცა გამოსვლებს აწმობენ. ერთი რაც რომ მინდა ვთქვა, მაფიქრდება აი ეს მომენტები სოლომონ ბრძენის იგავებიდან ერთ-ერთზე. და ისინი ამბობენ, რომ ქვეყანა უყვართ, ქალაქი უყვართ და რომ მათ თავისუფლება უნდათ. აკითხვით, ჭეშმარიტება გაანთავისუფლებს ადამიანს ყველანაირი აი ამ მონობისაგან და შეცდომისაგან. რატო? იმიტომ რომ ჭეშმარიტება თავად ღმერთია. ღმერთი კიდევ ჭეშმარიტება არის და კიდევ სიყვარულია, სრული. და აი ამ სიყვარულით და ჭეშმარიტებით ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას იგემებს. და ვინც ერთხელ გაიგო ამ ჭეშმარიტ თავისუფლების და სიყვარულის გემო, მას აღარ მოუნება არადროს, რომ მისი საპირისპირო თუნდაც არათუ დააგებინოს, არც კი შეხედოს და არც კი დაიგოს. მოკლედ იძახია, როგორც ქვეყანებინა და დავარჩინოთ ამისათვის ჩვენ ამის ყველაფერს ვაკეთებ. ორი დედამიწები და სოლომონთან დაობენ ერთ ბავშვზე. ერთი იძახის, რომ ჩემი შვილია, მეორეც იძახის, რომ ჩემი შვილია. მოკლედ მეფეს ბრძენს, მეფეს უყვეს, რომ თავისი ასე ვთქვათ არგუმენტი. და რომ განაწყვეტოს საკითხი, დაუძახა თავის სახლს, მეხრილეს, ანუ ხმლის მტვირთულს, ანუ ჯავს უყურებოდ განყვეთ ეს ბავშვი უბრალოდ ერთი მიეცილებს და მეორე მიეცილ მეორეს. ესე იგი ნამდვილი დედა არა 49 დარჩეს და იყოს მასთან. მეორე კიდევ ამბობს ცრუ შობელი არც მე დარჩე გავაკეთეთ. ისე არის თუ ეს ქვეყანა მიყავს, თუ ჩვენი სამშობლო კულტურა და მომავალი გამარჯვება ზეიმი უსულს, მაშინ გონიერება უფრო ბევრი და აღმადებული უნდა იყოს სიბრაზეზე, ჩვენს მასალებზე და რისხანებაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ. უშვერი სიტყვით საუბარს. ესე იგი კაცი და ქალი გარჩევა არ არის, დიდი და პატარა. ისეთი სიტყვა ისმის ძალიან ძლიერი მოსასმელი არის. მაგრამ მათთვის ჩვენ ყოველთვის მერცვალებლებთ, რომ ტურიზმის ყოფა მისცეს ამ ადამიანებს. დაინახო პირველ რიგში თავიანთი თავი და შემდეგ დაიწყო ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი. ვინ საკუთარ თავს, სულს გადაარჩენს, ან კი სურვილი გაუჩნდება გადაარჩენოს, მან უკვე იცის სწორი გზა, როგორ გადაარჩენოს. მის გარშემო ყოფით და ქვეყანა ყველაზე ამოდენ.
მაგრამ ამას ყველასგან სჭირდება ღრმა ცოდნა, სულიერი ცოდნა. ხანაერად როიტყვე ჰაიხარაზე ესე ვერ იქნება. ამას სჭირდება გამოცდილება. ჩვენ ყველას გვესვენს, რომ ეს ასაკი, მაცული ასაკი, პაცული ასაკი, ახალგაზრდები, ემოციურები არიან, იმიტომ რომ მათ ჯერ ბევრი გამოცდილება არ აქვს. დავინდებიან, მოუვათ და ალბათ ვიღაცა დაფიქრდება, მათ ცხოვრებაზე. ისე იყო ჩვენი თავობაც, ისე იყო ჩვენ მომავალი თავობაც. ზოგი დაფიქრდა, ზოგი არ დაფიქრდა. მაგრამ თავარი მაინც ერთია, უცვლელი და რომელიც დასაწყისშიც და დასასრულშიც ქვეყნის ერთი და იგივე უცვლელი არის თავად ღმერთი. და მისი ცნება უცვლელია. აქ ამბობს სახარება. სადა ქვეყანა წაიგრაგნება, როგორც გრაგნილი ეტრაფის კურცლის, მაგრამ ვარსკვლავები ჩამოწვდებიან, მზედაბნელდება, მაგრამ უფლის ნათქვამის მოყვება ასრულდება. ვისაც უყვარს ღმერთი და უყვარს მოყვასი, მან მთელი ჯული აღასრულა და მან ჭეშმარიტად იცის თავისუფლებას სად და როგორ მოიძიოს და მოყვარს. ვერცხოთ, რომ ჩვენ ხალხს მისცეს ყველაზე მთავარი ორი რამ, მადლიერება ღვთისა. იმიტომ რომ ვინც არ არის მადლიერი ან მოადმოვა, მაშინ ის თავის თავს არ მოიჭამს. სიბრაზესა და მისაუბრებაში. ვინც მადლიერი არის ღვთისა, მობიერია და მისი მობიერება სიყვარულს შორს. განსაცდელი არ გვაშინებს, იმიტომ რომ განსაცდელი გამოცდილებას შეეძლებს. გამოცდილება კიდე ღვთისადმი ნდობასა და რწმენას განამტკიცებს. და ამ ღვთისადმი ნდობასა და რწმენაში ჩვენი ერი გადარჩა მევალობათა ქვეყანას და ბევრი საშენო და ბევრი ასე ვთქვათ სასახელო საქმენი დაგვიდროს. ეხლა ვარ ჩვენი გონიერებით, ღვთისადმი ერთგულებით, ღვთისადმი სიყვარულით და მორჩილებით ქვეყანა სანამაშენო ჩვენი სულია შენდება და მე ღმერთი გვაქვს ქვეყანა როგორი და როგორი სამაშენო. ერთო დაგვაცოთ, ერთო გადახაროთ. ჩვენთან ასე.